გავყიდე ჩემი ლურჯა, ჩემი BMW, გამაძრო საფულე და ჯიბე. ხო და ვიყიდე პრიუსი, ეხლა ტაქსაობ და პატარა ისტორიებს გაგიზიარებთ, რაც არ უნდა გააკეთოთ, რაც არ უნდა დაგემართოთ. ეს ყველაფერი უკვე გადახდა ტაქსისტს. ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური, ჩემი თავის უფროსი ვარ, ვერავინ მეტყვის რა გავაკეთო. აქ მარჯვნივ მოუხვიეთ. ვარკეთილის მეტროსთან გამიყვანე. კი, მაგრამ კაცო, ვარკეთილის მეტროსთან ვართ? უი, მოვედით უკვე. შენ 20 ლარი. და ასე სწრაფად ნუ მოძრაობ. რაიმე რა გვეშველება, არ ვიცი, ქვეყანა საით მიექანება, ყველაფერი გაძვირდა. იცი ეგრისი ბრალია. ყველა ვისაც ქვეყნის მართვა შეუძლია, უკვე ტაქსის ძღოლად მუშაობს. ხო და იქნებ თქვენ გეცადათ ქვეყნის მართვა. აბა როგორ ქალბატონო, 2 დიპლომი მიშლის ხელს, თორე ხო გავხდებოდი პრეზიდენტი. მაგარი საცობია. გონი ეს ხალხი სპეციალურად ყიდულობს მანქანებს, რომ მერე საცობი შექმნან. მითხრეს აქ საოცარი კლიმატი და ჰაერია, რომელიც სამკურნალოა. კი, რა თქმა უნდა. აი მე როცა აქ მოვედი, არც ლაპარაკი შემეძლო, არც სიარული და თმაც კი არ მქონდა თავზე. და აქ რამდენი ხანია რაც ცხოვრობთ? აქ დავიბადე. ბატონო შიმპო, ვერ დაინახეთ წითელი შუქნიშანი? წითელი შუქნიშანი კი დავინახე, მაგრამ თქვენ ვერ დაგინახეთ. ვაიმე, ცოტა ფრთხილად ატარეთ, სახლში 9 ბავშვი მელოდება. და მე მელაპარაკებით ქალბატონო სიფრთხილეზე. შიმპო შეძველო. სად დაიკარგე, რა საქმიანობ? ძმას გაუმარჯოს. რას საქმიანობ და ხალხს ვეხმარები საკუთარი ადგილის პოვნაში. ფსიქოლოგი ხარტო? ტაქსის მძღოლი. შიმპო, რამე კაი მუსიკა რო ჩართო? გინდა ჩემი სიმღერა მოგასმენინო? ახლახან ჩავწერეთ ხმის ჩამწერ სტუდიაში. ვა, რომელ სტუდიაში? ხმის ჩამწერი სტუდია, უდიპლომო ტაქსი. Am die Trapparchi